ზოგადად კეთილის სურვილის გაჩენის შემთხვევაში ჩვენ უნდა ხშირად და გულმოდგინედ აღვავლენდეთ ლოცვას ღვთის წინაშე და ვევედრებოდეთ მას, რომ კეთილის საქმე მხოლოდ მაშინ აღსრულდეს, თუ კი ეს მისი ნებაა და იმგვარად აღსრულდეს, როგორც ეს მას სურს. ნახეთ, როგორი საინტერესო დამოკიდებულება აქვს ისააკ ასურს სიკეთისადმი, რომელიც გულის სიტყვით შემოდის ჩვენში და ის შეიძლება იყოს დემონური წარმოშობის. ამით კიდევ ერთხელ აი ამ რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ ხედავთ, როგორი ფაქიზი უნდა იყოს ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, როგორი ღრმა. თვითონ წმინდა მამები, როგორი მოდეს თანამედროვე ტერმინი რო გამოვიყენოთ, როგორი ღრმა ფსიქოლოგები არიან, როგორ იცნობენ ადამიანს, როგორ იცნობენ ადამიანის დაცემულ ბუნებას, როგორ იცნობენ ეშმაკს, საკუთარ გამოცდილებით გვიჩვენებენ თუ როგორი რთულია სულიერი ცხოვრება სინამდვილეში და როგორი ფრთხილები უნდა ვიყოთ, რომ არ შეგვეშალოს, იმიტომ რომ მე პირადად გეუბნებით, ჩემი გამოცდილებით რო არ მენახოს, რა მოსვლიათ ადამიანებს, როდესაც ფრთხილად არ იყვნენ და მათ შორის ისეთებს, ამას ხშირად გეუბნებით ხოლმე, სახელებს არ ვასახელებ, უხერხულია ამბიონი და გესმით, თორე პერსონიფიცირებულად ვგულისხმობ მე ამ ადამიანებს, რომლებსაც ვიცნობდი, გესმით, ის რომ ვისაც არ ვიცნობ და ვინ წიგნებში აღწერილი აქვს ცალკე საქმე. მე გეუბნებით, ვისაც ვიცნობდი, რომლებსაც მთელი ცხოვრება ღვაწლში გაატარეს, იყვნენ და ერთი რატომ მრავლობითში, იმიტომ ამბობ, რომ ერთი და ორი კი არ არის, იყვნენ სამაგალითო სხვა ადამიანებისათვის და ბოლოს კატასტროფა განიცადეს, უკიდურესი დაცემა განიცადეს და გახდნენ სამარცხვინო ხალხისთვისაც და ეშმაკისთვისაც. რატომ? იმიტომ რომ არ გამოიჩინეს სათანადო სიფრთხილე, აი იმგვარი, რასაც ისააკ ასური გვთავაზობს და გვეუბნება. აი ეს დიდი მამა.